ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრები ამ დრომდე გრძელდება, პარალელურად კი პირველად ამ შეხვედრების დაწყების შემდეგ ჩვენთან გააკეთა კომენტარი რექტორმა დავით გურგენიძემ. ცხადია, მასთან კითხვები არაერთი მიმართულებით არსებობს. უპირველეს ყოვლისა ვკითხეთ, აქვს თუ არა აზრი პროფესორებთან შეხვედრას და ექვემდებარება თუ არა გადახედვას სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ის არის რექტორი და ამაზე ცალსახა პასუხი არ აქვს, თუმცა დაგვიდესტურა, რომ აქვს მათ შორის კომუნიკაცია ქართული ოცნების განათლების მინისტრთან, რომელიც მისივე ინფორმაციით ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფება. ასევე გაჩნდა კითხვები პროფესორების პროტესტთან დაკავშირებით, რადგან პერსონალის უდიდესი უმრავლესობა ჩვენთან საუბრისას ადასტურებს კრიტიკულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, როგორც გურგენიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, შეიძლება არსებობენ პროფესორები, რომლებსაც არ მოსწონთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა გვეუბნება, რომ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ემხრობიან ქართული ოცნების განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას. უფრო მეტი, რა თქვა დავით გურგენიძემ ჩვენთან საუბრისას, ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ. საბჭოები აკადემიკთა შეხვედრები, სტუდენტთა შეხვედრები, ასე სამეცნიერო ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოები. მინდა გითხრათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის სახელმწიფოში სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ეს არის ძალიან დიდი ინსტიტუცია. ამიტომ ზღვა მასალაა ჯერჯერობით შემოსული, რომელსაც ერთად მეცშეს საერთოდ მე ვმუშაობ ჩემ კოლეგებთან ერთად. ამას ყველაფერს დავამუშავებ, მე ხაზზე ვარ. ბატონ მინისტარ, ის არ არის საქართველოში მაინც. დავამუშავებ ამ მასალას და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევხვდებით და დავიწყებ შეჯერებას იმ საკითხებს. თუ არიან ჩვენთან უნივერსიტეტში ისე პროფესორები, რომლებიც თვითონაც მისაღებია შეერთება. როგორც ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის ესეთი პროფესორები. ეს არის თემა, რომელზეც დებატები საჭიროა. ამ დებატებში ბატონ პრემიერს გამოცხადებული აქვს, მინდა გითხრათ და შედს ვეთანხმებით. მოვისმინეთ მსგავსი კომენტარები, რომ თუ კი ეს ორი უნივერსიტეტი გაერთიანდება საბოლოო ჯამში, შთანთქავს ესეულ ტექნიკურ უნივერსიტეტს, განკარგება მისი ისტორია, საუკუნოვანი, თქვენ პირადად როგორ უყურებთ ამას? არა როგორც რექტორი, არამედ მათ შორის როგორც პროფესორი. მე როგორც პროფესორი, უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, პედაგოგი, აკადემიის წევრი, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს თეორია შეთანხმოს ესე. ამიტომ ჩვენი აზრები გვაქვს, რომელიც უნდა შევაჭრებთ. მე და ბატონ ჯავას ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ასევე და ვფიქრობთ იმ მოდელზე რა შეიძლება გამოვიდეს. თავად რექტორიც გვიდესტურებს, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური და საპასუხისმგებლო საკითხი, რომელიც მსჯელობასა და დისკუსიას საჭიროებს, თუმცა მაყურებელს შევახსენებ, რომ ისე მიიღო ქართული ოცნების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება, რომ არ ქონია კომუნიკაცია საბჭოს წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, ანუ იმ ადამიანებთან, რომლებზეც დგას ზოგადად საგანმანათლებლო სივრცე და უნივერსიტეტი. არათუ მათთან არ ქონია კომუნიკაცია, არამედ თავად რექტორებსაც მხოლოდ წინა დღეს მიაწოდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. როგორ განვითარდება პროცესები, ამას სულ ცოტა ხანში გავიგებთ, რადგან ამ სხდომებისა და შეხვედრების დასრულების შემდეგ უკვე ფაკულტეტები პერსონალურად გააცნობენ რექტორს საკუთარ გადაწყვეტილებას. უდიდესი უმრავლესობა, როგორც უკვე გითხარით, გვიდესტურებს კრიტიკულ პოზიციას. ისინი ამბობენ, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ამ უნივერსიტეტების გაერთიანება. ანალოგიური განწყობა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ასევე გეტყვით იმასაც, რომ 7 საათზე სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები სწორედ თესეუს ეზოში შეიკრიბებიან, ხოლო უკვე 8 საათზე მოვლენების მთავარი ეპიცენტრი იქნება ტექნიკური უნივერსიტეტის ეზო, სადაც ასევე სტუდენტებმა დაანონს ეს აქცია. მადლობა. პირველების ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა.